საღამოშვიდობისაც ვიფასო მეგობრებო, ყველა მოხრილ ადამიანს კარგად მოეხსენდება, რომ კუზიანის გამოსწორება მხოლოდ საფლავს შეუძლია. მაგრამ საქმე ისაა, რომ მედიცინა და ზოგადად მეცნიერება არ დგას ერთ ადგილზე და უკვე აღმოჩენილია მეთოდები მოხრილობის გამოსასწორებლად. ასევე, ოსანკის გამოსწორების ბევრად უფრო ეფექტური მეთოდები ვიდრე საფლავის გზები. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ მათი გამოყენება. ეს დანაშაულია ჩემი აზრით, რომ თქვენგან დაუმალო ეს მეთოდები, რადგან მინდა გაგიზიაროთ ისინი. ვერ უჩერდები. საქმე იმაშია, რომ მოხრილობა რასთან არის დაკავშირებული? იმასთან, რომ ეს უკვე ყველა მიცის, ყველამ წაიკითხა წიგნებსა და გაზეთებში, რომ სუსტი კუნთები გვაქვს აქ, ზურგის მხარეს. შემოკლებული კუნთები კი აქ, წინა მხარეს. ზურგზე რომლებია რომბისებრი, ტრაპეციული კუნთის შუა, ქვედა და ზედა ნაწილები. ვის რომელია წამყვანი? აი აქ ამ ბატონთან, ან უკანა მხარეს. აქვს იგივე ტონუსი, როგორც წინა მხარეს. ან უკანა მხარეს კუნთები უფრო ძლიერია, ვიდრე წინა მხარეს. მაგრამ ამასთან ერთად დელტებთანაც არის პრობლემები. უკანა უფრო ძლიერია, გვერდით სუსტი, წინა უფრო ძლიერია და ამავდროულად არსებობს თუ არა ვარჯიში, რომელიც გამოასწორებს მოხრილობას და აღადგენს კუნთების მოცულობას, რომელიც აკლია. და ასევე მოძრაობის უნარი ხერხემლის გულმკევდის ნაწილში, რადგან მოხრილ ადამიანს გარდა გარეგნობისა კიდევ რა პრობლემები აქვს? ასე რომ თითქოს განსაკუთრებული არაფერია და კიდევ მას კისერის ტკივა, თავის ტკივა. არსებობს პირობები, რომ კისრის კუნთები და მხრების კუნთები მუდმივად გადაძაბულ მდგომარეობაში იყოს. წელიც მუდმივად გადატვირთულია. მაგრამ მინუსები ბევრია, პლუსები ცოტა. აქ მოძრაობის უნარი უნდა გაიზარდოს, კუნთების ტონუსიც უნდა გაიზარდოს. ამიტომ არსებობს სპეციალური ვარჯიშების ჯგუფი, რომელიც ამას ყველაფერს კომპლექსურად აკეთებს. ეხლა კი ერთად ვცადოთ მათი შესრულება. მაშასე მეგობრებო, პირველი ვარჯიშისთვის დაგჭირდებათ ესეთი მასაჟის ვალიკი, რომელიც გამოიყენება. რას ვაკეთებთ? კედელთან ვდგებით, კედელთან ასე ვდგებით, კედლისკენ სახით. ხელის გულს ამ ვალიკზე ვდებთ მაქსიმალურად ახლოს კედელთან, თითქმის ვეკვრებით, როგორც შესაძლებელია. ხელი ამ ვალიკზე გაქვთ დადებული და ეხლა ვაკეთებთ მოძრაობას ზემოთ. აქ შეგიძლიათ ოდნავ ახლოს მიაჩოჩოთ თქვენთან, რომ თქვენთვის მოსახერხებლად გეჭიროთ. ვაკეთებთ მოძრაობას ზემოთ და ასე ვაგორებთ მას. ამ მომენტში თქვენთან ერთდროულად მოხდება წინა კუნთების გაჭიმვა და ტონუსში მოვა ის კუნთები, რომლებიც ჩვეულებრივად თქვენთან არ მუშაობს. აი ანუ დგახართ, ზემოთ აკეთებთ მოძრაობას და ქვემოთ აქეთ, ზემოთ, ქვემოთ. თავის მდებარეობა საერთოდ შეიძლება ნებისმიერი იყოს, ნებისმიერ მხარეს შეგიძლიათ მიაბრუნოთ, შეგიძლიათ პირდაპირ ასე დაიჭიროთ. და ვაკეთებთ 10 მოძრაობას. მეორე მხრიდან აი დგახართ, ხელს დებთ და ასეთ მოძრაობას აკეთებთ. ანუ ვალიკის წყალობით რა ხდება? თქვენ ხელი ის ვალიკზე დაყრდნობით, არა თავისთვის ჩვეული მდგომარეობით აქ არის, არამედ ცოტა უკან უკვე გაწელილია მკერდის კუნთები და ამ გაწელილ მდგომარეობაში აიძულებთ მას იმოძრაოს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ერთდროულად ორი ვალიკიც გამოიყენოთ და ეს მოძრაობაც გააკეთოთ. ანუ ცდილობთ, რომ იდახვი ამ მოძრაობის დროს კედლიდან ოდნავ უფრო შორს იყოს ვიდრე მტევან-მტევან. ანუ ამ ვარჯიშის დროს იდახვს ოდნავ უკან წევთ, რათა მანძილი მტევნიდან ნაკლები იყოს. ვიდრე იდახვიდან კედლამდე. და ამ მდგომარეობის შენარჩუნებით ცდილობთ გააკეთოთ ეს მოძრაობა ზემოთ ქვემოთ. შეიძლება თუ გაქვთ ორი ასეთი ვალიკი, ერთდროულად სცადეთ ეს მოძრაობა ორივე ხელით გააკეთოთ. მაგრამ სასურველია, რომ მათ დაახლოებით ერთნაირი დიამეტრი გქონდეთ. არა დაახლოებით, არამედ სასურველია, რომ დიამეტრი ზუსტად ერთნაირი იყოს. აი აქ ისინი ოდნავ განსხვავდებიან, მაგრამ მეცნიერების გულისთვის შეიძლება ცოტა ვიწვავოთ. აი ანუ ეს მოძრაობაა წინ და უკან. წინ და უკან.
ამ ვარჯიშის უფრო რთული ვარიანტია იგივე უბრალოდ წოლაში. თუ გაბედავთ და შეძლებთ ახლა ადგომას და გაკეთებას, მაგრამ თუ რა თქმა უნდა გააქვთ ასეთი მოწყობილობები, მაშინ მაშინვე შეამჩნევთ წარმოუდგენელ წარმოუდგენელს. ტონუსი ზოგადად ჩნდება ზურგის კუნთებში. აი აქ. ის, რომელიც ჩვეულებრივ არ არის, რადგან ეს კუნთები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან სუსტად გამოიყენება, ძალიან სუსტად მუშაობს. შემდეგ ეტაპზე ჩვენ ერთად უნდა მივცეთ დატვირთვა ამ თელარეზე ბეჭებს შორის ყველა იმ კუნთზე, რომელიც ერთდროულად ბეჭს ასე უკან აბრუნებს და ხერხემლის გულმკერდის ნაწილს ასწორებენ. ამისთვის თქვენ წვებით მუცელზე, მაგრამ აქ ესა უნდა გააკეთოთ იატაკზე, ეს ვარჯიში შეგიძლიათ გააკეთოთ დივანზე. საწოლზე, აი ესე წვებით. ანუ ხელი ცოტა უნდა ჩამოეკიდოს. იდეალში, რა თქმა უნდა, ასე უნდა ჩამოეკიდოს ამ სიმაღლეზე. თავის მდებარეობა შეიძლება აი ესეთი. შეგიძლიათ პირდაპირ უყულოთ, შეგიძლიათ გვერდით მიაბრუნოთ იმ ხელისკენ, რომელიც ასე ჩამოგეკიდათ. და ახლა დავიწყოთ თავიდან, მოდი ესეთი მოძრაობით დავიწყოთ. აი აქ გვერდზე იქნება ჩვენი პირველი მოძრაობა. აი აქ. წევთ ზემოთ, უშვებთ ქვემოთ. აი ეს არის მოძრაობა ნომერი 1. პირველი. მეორე. 45 გრადუსი. ანუ პირველი კუთხე, აი ესე. თუ ავირებთ ჩვენ საწოლს, ხელი საწოლთან, დივანთან მიმართებაში 90 გრადუსით არის. აი ეს არის მოძრაობის პირველი კუთხე. აი ეს. მეორე კუთხე 45 გრადუსი. მესამე კუთხე 45 გრადუსით ქვემოთ. გაგრძელება მეოთხე კუთხე ზემოთ, თითქმის ასე. წინა მხარე პარალელურად სცადეთ გააკეთოთ. ხელი სწორია, ანუ ხელი სწორი. რაც შეიძლება პარალელურად ზედაპირს, ასევე ხელი ზურგი ზემოთ. და მეოთხე კუთხე, ესეც ზურგის მხრით ზემოთ. რამდენადაც გამოგივათ, აქ ქვემოთ მოძრაობა ცოტა უფრო ახლოს იქნება აქ 45 გრადუსთან, მაგრამ როგორც გამოგივათ, სცადეთ. და აი თქვენ გაქვთ რამდენიმე მოძრაობის კუთხე, ანუ 1, 2, 3, 4 და 5 ქვემოთ. და თითოეულ ამ პოზიციაში საჭიროა გააკეთოთ 2 სერიად გამეორებით. თავდაპირველად, როცა მხოლოდ იწყებთ, გააკეთეთ ეს ისე, რომ ხელში არაფერი გეჭიროთ. შემდეგ, დროთა განმავლობაში, როცა იგრძნობთ, რომ ეს თქვენთვის ძალიან მარტივია, ან თუ სცადეთ და მაშინვე ვერ იგრძენით დატვირთვა, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი წონა. მაგალითად, სხვადასხვა სახით, ჰანტელები, ან თუ ეხლა ხამიწყებთ, შეგიძლიათ უბრალოდ წყლის ბოთლი გამოიყენოთ, მაგალითად. აიღოთ, ჩაასხათ, 9 ლიტრი გექნებათ, ეს უკვე 9 კილოგრამია, ლიტრი კი უკვე კილოგრამია. აი ესე, ცხალი. თუ სხვა სითხეა, შესაბამისად, ეს უკვე ფორმულების საშუალებით უნდა მოძებნოთ ზუსტად რამდენი იქნება. მაშასე მეგობრებო, პირველი მდგომარეობა გვაქვს. აი ასე ზურგის მხრით წინ, აწიეთ, ჩამოსვით. თუ წონით იწყებთ ვარჯიშს და გრძნობთ, რომ ვერ სწევთ, ან ტკივილი, ან დისკომფორტი ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ წონა უნდა შეამციროთ, ან გამეორებების რაოდენობა შეამციროთ. ან თუ წონა მინიმალურია, მაშინ საერთო წონის გარეშე დაიწყეთ. მეორე კუთხე 45 გრადუსი. ასევე 2-3 სერია 10 ჯერ. აქ ეცადეთ ნელა გააკეთოთ. განსაკუთრებით ეს ნეგატიური ფაზა მოძრაობის, ანუ ხელი საწყის მდგომარეობაში ნელა ჩამოსვით. რადგან შეგიძლიათ ინერციით ხელი აიწიოთ ასე და
მინიმუმ შებრუნებული მოძრაობა გააკეთეთ ნელა, რომ კუნთი მაინც დაიტვირთოს. ანუ სწრაფი მოძრაობა არ არის საჭირო. თუ გძნობთ, რომ გინდათ მოძრაობა უფრო სწრაფად გააკეთოთ, ეს ნიშნავს, რომ ზონა ცოტა უნდა შეამციროთ. აი მესამე. 45 გრადუსი. აქეთ. გარდა იმისა, რომ მუშაობს ტრაპეცია, ოდნავ ერთვება ზურგის უგანიერესი კუნთიც. ასევე ერთვება უკანა დელტა. ტრიცეპსი. კუნთები ერთვება თვითონ ბეჭზე ინფრასპინატუსი, სუპრასპინატუსი. მოძრაობისას განსაკუთრებით აქ ზევით სხვადასხვა ნაწილის ტრაპეციული კუნთის. აი პოზიცია, სადაც ვასრულებთ მოძრაობას, საწოლის პარალელურად, ხო? საწოლები და ეს არის ბოლო მოძრაობა, სადაც ვასრულებთ აქეთ. აი ასე. და ყოველი მოძრაობის შემდეგ ისვენებთ რამდენიმე წამი. დაახლოებით 30-დან 1 წუთამდე შეგიძლიათ დაისვენოთ. და შემდეგ გადადიხართ შემდეგ სერიაზე. თითოეულ პოზიციაში შეგიძლიათ გააკეთოთ 2 ან 3 სერია. შესაბამისად, იგივე უნდა გააკეთოთ მეორე მხარესაც, ორივე მხრიდან. თქვენ ავარჯიშებთ ამ მთელ კუნთების ჯგუფს ბეჭებს შორის. ამასთან ერთად მუშაობს უკანა დელტა, ინფრასპინატუსი, სუპრასპინატუსი, ნაწილობრივ ფართო ზურგის კუნთები და რა თქმა უნდა, რომბისებრი კუნთი. ეს ყველაფერი ისაა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან სუსტად მუშაობს. და ამ კუნთებს ჩვეულებრივად დატვირთვა არ ყოფნით. და სწორედ ასე შეგიძლიათ დამატებით სტიმულირება გაუკეთოთ ამ კუნთებს. და რა თქმა უნდა, მეგობრებო, ვერ დავტოვებ ყურადღების გარეშე იმ მაყურებლებს, ვისაც არ უყვარს მოძრაობა და ამჯობინებს უმოძრაო ცხოვრების წესს. თქვენთვის შესაძლოა ეს იყოს ერთადერთი ნაწილი ამ კომპლექსიდან, რომელსაც გააკეთებთ. ან შეიძლება საერთოდაც გააკეთოთ. მაგრამ მაინც თუნდაც უბრალოდ უყუროთ, შეიძლება ამითაც კი რომელიმე კუნთი ოდნავ დაიძაბოს. ეგრეთ წოდებული აუტოგენური ვარჯიში. როცა უყურებთ, როგორ ვარჯიშობენ სხვა ადამიანები, თითქოს თქვენც ოდნავ იღლებით. და კმაყოფილება იმით, რომ თავად არ გიწევთ ამის გაკეთება. მაშ, რაში მდგომარეობს შემდეგი ვარჯიში? იღებთ ვალიქს. საფში ჩვეულებრივი ბალიშიც გამოდგება, ან შეგიძლიათ პლედი დაკეცოთ. და წვებით მასზე ბეჭებს შორის მდებარე ნაწილით. და ხელებს ასე უკან გადააგდებთ. თუ ხელები არ წვება, მაშინ ოდნავ უფრო ფართოდ გაშლით. მოძებნეთ პოზიცია, სადაც ხელები თავისუფლად დაედება. იატაკზე თუ იატაკზე აკეთებთ, ან დივანზე. და ამ მდგომარეობაში უბრალოდ წვებით ისვენებთ. თუ გძნობთ, რომ წელის არეში გადაჭარბებული გაჭიმვა, ძალიან იძაბება, ამ ვალიკის სიმაღლე შეგიძლიათ შეამციროთ. ან ფეხებით შეგიძლიათ მოხაროთ, რომ წელის დატვირთვა შეამციროთ, თუ გადაჭარბებულ გაჭიმვაზე დისკომფორტს გძნობ. თუ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ნორმალურადაა, უბრალოდ ასე წვებით და ისვენებთ. დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში თუ ეს ვარჯიში ადრე არ გაგიკეთებიათ და თუ უკვე გამოცდილება გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ნელ-ნელა 5 წუთამდე გაზარდოთ. შეგიძლიათ ამ ვარჯიშით დაიწყოთ და შემდეგ გააკეთოთ წინა ვარჯიში, რომელიც მანამდე გავაკეთეთ. ან პირიქით, ჯერ გააკეთოთ წინა ვარჯიში და შემდეგ ასე ბოლოს დაისვენოთ. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, როგორც გირჩევიათ. როგორც თქვენ მოგწონთ, ამას უკვე თავად ირჩევთ. ეს თქვენი არჩევანია, თქვენი ცხოვრებაა, თქვენ წყვეთ რა გააკეთოთ. აბა მეგობრებო, დაიღალეთ ცოტა, დაისვენეთ, სცადეთ ეს ვარჯიში. საკმარისია, ეფექტურია, კარგი, აი ეს კუნთები მუშაობენ. დამატებით შეგიძლიათ დატვირთვა და არეგულიროთ ისე, რომ ან ცოტა ნაკლები მისცეთ, ან ცოტა მეტი. კომენტარებში დაწერეთ, რამდენად აღფრთოვანებული ხართ ამ ვარჯიშების შედეგებით, რომელსაც გააკეთებთ, პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ სხვებს. კომენტარებში დაფირდით, რომ მოდესმეს ცდით მათ შესრულებას. ზოგი უკვე ჩემთან ერთადაც აკეთებდა მათ, რა თქმა უნდა, ესეთი ხალხიც არსებობს.
ეს მარგალიტებია ყველა გამომწერის შორის.